ნახე რა ხდება, მთელი უბანი ააწიოკეთ, შეხედეთ. რა ხდება, მთელი უბანი გამოსულია, მთელი უბანი ააწიოკეთ და კიდე თავ ნაგლად გახართ და არც მიდიხართ, ბიჭო. მთელი უბანი აწიოკებულია, გამოსულია გარეთ მთელი უბანი. რა ხართ ეს, რა საიდან ხართ, ვინა ხართ ეს, სად გიპოვეს ესეთი თანამშრომლები? მთელი უბანი ააწიოკეთ ღამის პირველ საათზე, თო? გადავირიე კაცი, თო? მთელი უბანი აწიოკე, ბავშვები გარეთ ყავთ გამოყრილი და კიდე ნაგლად არ მიდიხართ, ბიჭო, გადავირიე. რა გინდათ ხალხო, ვინა ხართ თქვენა, საიდან ხართ? რა ხალხი ხართ? მთელი უბანი გარეთ არის გამოყრილი, ბიჭო. ეს რა ხალხია, საიდან გიპოვე? ქართული ოცნება, აშკარად რაღაც მიმართულებებით ძალიან აგექცათ. მართვის სადავეები და მიხედეთ ეს ყველაფერი კარგად არ დამთავრდება. ერთ-ერთი ასეთი ყველაზე მძიმე მიმართულება ამ კუთხით არის აი ეს ძაღლების გაქრობა თბილისის ქუჩებიდან, როდესაც ამბობ მკვლელობა ძაღლების და ხოცვა მოდიან იმაზე, რა ქვია მაგას, ინტრიგაზე, რომ აი მე მკვლელებს გვეძახი და ჩვენ არ ხოცავთ და გვაბრალეთ. ძაღლები გამქრალები ასეულობით ძაღლი არის გამქრალი თბილისის ქუჩებიდან და რა ხდება, ზებუნებრივი ძალები მოქმედებენ. როიძახით დაგვიდეთ მტკიცებულებები უნდა მოიპოვოს გამოძიებამ, რომელსაც არ იწყებთ. დაიწყეთ გამოძიება, რა ხდება ცხოველთა მონიტორინგის თბილისის მერის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში, პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება. ორი-სამი ადამიანის დაკითხვა უნდა და აჭიკჭიკდებიან. უპრობლემო დაჭიკჭიკდებიან, დაგილაგებენ ყველაფერს. მე პოლიციას მივმართე და პოლიცია მეუნება კამერების ამოღების უფლება არ გვაქვს, სისხლის სამართლით თუ არ აღუძრავთ საქმესო და სისხლის სამართლით საქმეს ვერ აღუძრავთ ძაღლზე. მატყობთ ალბათ რა ცუდად ვარ ძალიან წუხელა ამათმა, ესე იგი ჩათვალეთ რომ სასიკვდილოდ გამიმეტეს. რაც ნახეთ ახლა კადრები, კიდე განახეთ მე კადრებს, ეს არის თბილისის მერის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ვიღაც ტიპები, რომელსაც აი მთელი უბანი აგვაწიოკეს რა. სანამ რაიმე ტრაგედია არ მოხდება. ქართულ ოცნებავ აზრზე არ მოხვალთ, არ დაინტერესდებით ამ ყველაფრით. ის რომ ეხლა თქვათ სიტყვაზე კალაძეს მივაწვდინეთ ხმა, ან იქით მდინარაძეს ამ ვიღაცას და გვამისამართებთ ისევ სააგენტოს დირექტორთან. აი კი ბატონო, შეგახვედრებთ სააგენტოს დირექტორთან. აღარ გვინდა შეხვედრა სააგენტოს დირექტორთან. გასაგებია იქ ყველაფერი. აი რაღაცა სულელურ მანკიერ წრეზე დადიხართ. გამოძიება დაიწყეთ, სისხლის სამართალის სუნი გცემს აქ ხალხო. ვისაც გესმით, არ ვიცი ეს როგორ არის, დაუბირკავი ძაღლი. ბირკა არ ქონა ყურზე, მოგლეჯილი ქონდა, ეგეთი ძაღლია წაყვანილი. და ესეთ ძაღლს სხვა ძაღლზე იძახიან გადავსვით. დაუბირკავ ძაღლს ხო ვერ გადასვამდნენ და არ არის თავშესაფარში. სად არის? დაუბირკავი ყურზე ბირკის არ მქონე ძაღლის სადმე გადასმა და ლოკაციის შეცვლა არ შეიძლება, ის თავშესაფარში უნდა შევიდეს და ბირკა დაედოს აუცილებლად. დაუბირკავი ძაღლი გაქრა გარეჯის და ლაითურის კვეთაზე. არის იქ პოლიციის კამერები, შევიტანე განცხადება პოლიციაში. და მეუნებიან რომ ვერ ვნახავთ კამერებს თუ სისხლის სამართლით არ აღუძარით საქმე და სისხლის სამართლით ძაღლის გამო საქმეს ვერ აღუძრავთ. აი ამაშია საქმე და მტკიცებულებები დადეთო გვეუბნებით. მტკიცებულებები გამოძიება უნდა დადოს. და გამოძიება უნდა დაიწყოთ თქვენ. თუ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ამბობს რომ ყუილი ბრალდებები გვაქვს, ჩვენ თვითონ აღძრას მაშინ საქმე პროკურატურაში. და გამოიძიოს რა ხდება, თუ არა პროკურატურამ აღძრას საქმე და გამოიძიეთ რა ხდება ქართულ ოცნებამ, ძალიან გვიან იქნება ტრაგედია მოხდება. მე გუშინ ამათ ესენი რომ მებლატავებოდნენ აქ, მემუქრებოდნენ. სამჯერ კინაღა მგონება დავკარგე, შაქარი ამივარდა 300-ზე და წნევა ამივარდა 230-ზე. გონება დავკარგე კინაღამ სამჯერ. ერთხელაც მოსახლეობასთან აი ესეთი საშინელი კონფლიქტის დროს ვიღაცა ჩაგაკვდებათ ხელში ხალხო. ეხლა რა მინდა გითხრათ, რომ ხვალ კვირას 14 ივნის 14 ხო არის კვირას, ხო, ესე ვილაპარაკოთ, არის სახელმწიფო კანცელარიასთან საღამოს 7:30-ზე აქცია ამ თემაზე. ძალიან გთხოვთ რა მოგბრძანდით, როგორმე მოიცალეთ და მოგბრძანდით.
მით უმეტეს ძაღლების მოყვარულობას ვინც იჩემებთ ის ხალხი. მობრძანდით, ეხლა ცუდათა ვარ რა, არ ვიცი რა. ეხლა ვნახოთ კიდე მეც შევისვენებ და ვნახოთ კიდე კადრები რა ხდებოდა გუშინ ჩემ უბანში. მე სხვადასხვა ვიდეოებში სხვა კადრებსაც განახებთ, ეს არის აი რა ვიცი, წარმოიდგინეთ რომ თავხედი რო უთხრა შეიძლება დაგიჭირონ. რა ამბავში იყვნენ, უბრალოდ უნდა გენახათ მე ესეთი რა მე შარშან წინ ვამბობ კიდევაც სხვა ვიდეოში რომ ცხოველთა მონიტორინგის თანამშრომელთან სააგენტოსთან, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან თანამშრომლობდი, გამიტანებია ძაღლები, პირიქით დამირეკია რომ აი დაუბირკავი ძაღლი დადის და მოდი წაიყვან. ეხლა ამას ვეღარ ვაკეთებ. და ვიღაცები ნუ შემოხტებით აქ კიდე რა თავარია და მე ვინც გაყორო რამდენჯერად ძაღლი გავაჭანე, იმდენჯერ დამიბრუნეს და რაღაცას ნუ ბოდავთ მასე ეს ძაღლებიც დააბრუნეს საფანტნასროლი რო ვიპოვე მე და წაიყვანეს და მონიტორინგის სამსახურმა გადაარჩინა კი და მე თავისივე გადარჩენილი ძაღლი თვითონ მოიპარეს და სად გააქრეს კაციშვილმა არ იცის და ხარ მითხრათ რა იციო თვითონ აღიარეს აღიარება მაქვს მაგისი რომ ის ძაღლი მონიტორინგის სამსახურმა წაიყვანა ორხევში გადავაგდეთო იძახიან ნუ ამაზე კიდე ცალკე ვიდეოს ჩავწერ 500-ზე მეტი გადაგდებული ძაღლიდან არც ერთი არ არის მონახული და როგორი ლოგიკა გონიათ ეს ყველაფერი მაგრამ საქმე იმაშია რომ შარშან წინ აი ასეთ თავხედურად არ იქცეოდა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ეს რაღაცა ახალი ეკიპაჟები, ახალი ბრიგადები ყავთ აყვანილი, რომლებიც აი პირდაპირ რა გემუქრებიან და ოდნავ თუ რაღაცას ეტყვი რომ აი ჯალათობას ნუაკეთებ ან რაღაცა იძახებენ ვიღაც უფროსობას და გემუქრებიან რომ დაგიჭერენ და მართლა დაგიჭერენ. საშინელება ხდება. მე რო არ ყოფილიყავი გუშინ ეს ჩემ ადგილზე სხვა რო ყოფილიყო უბრალო ადამიანი, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში მე არ მიმაჩნია ჩემი თავი რამე აღმატებულად, მაგრამ ამათ თვალში მე ახლა დაჭერილი ვიქნებოდი ხალხი. და შეიძლება მკვდარიც ყოფილიყავი, იმიტომ რომ იმ დონეზე მქონდა შაქარი და წნევა, რომ მე ვერ გაუძლებდი იმ დაჭერებს და წაყვანებს და წამოყვანებს. ნახოთ აბა გუშინ რა ხდებოდა წუხი. უნდა მოგაწოდოთ სწორად რა გისმე ძაღლის წასაყვანად არ მოსულა გისმე წეგან ქალბატონსაც აუხსენ გისმე გეუბნება ბავშვი კი ვერ ჩაისვი ვერ ჩაისვი ო ვერ ჩაისვი მაშველი ვარ სპეციალისტ მაშველი ვარ ანტე რომ მინდოდი ძაღლის აი გაჩერდით მაშველი არა ისახად რა გინდა გისმე მე ხო ჯერ იმას გიხ ეხლა რატო არ მიდიხართ ამდენი ხანი აქედან ამიხსენ ყველა ადამიანი თქვენს წინააღმდეგოა განწყობილი ვერ ხედავ შარშან რომ მოდიოდით ვეთანამშრომლებოდით ბიჭო შარშან გეთანამშრომლებოდით წელს ეზიზღებით ყველას ბიჭო უკვე ისეთი რა კი ეზიზღებით ყველას ვერ ხედავ რომ ეზიზღებით ყველას იმიტომ რომ ძაღლებს აქრობთ ქუჩები აქრობთ ძაღლებს სამაშველოზე რომ მივდივარ და ვარჩენ ცხოველს მაშინ რა არჩენ კარგი თურძმა ხარ თქვენი გადარჩენილი რა ვთქვი ჩვენი და ერთ გადაარჩენ და 15 კლავთ ბიჭო ი ვიცი იქა სად არის დირკას დავარქვავ და მოვიყვანო სად არის ის ძაღლი თქვენ ხო ხართ თანამშრომელი შეიძლება პირადად შენ არ წაიყვანე მაგრამ შენმა თანამშრომელმა ხო წაიყვანა სად არის ის ძაღლი შენ არ მითხარი პირადად შენ და შენ ისე ველაპარაკე მე ხა როგორ შეკითხვა დამისვოთ გაგცემთ პასუხს თქვენ ვის გაესწავლეთ ხა ჩემ თანამშრომელს ხო აი ეგეთი პასუხები გაქვს სულ აი ეგეთი პასუხები გაქვს ვერა ვიცი პასუხს არავინ არ ხვდებს არავინ არ ხვდებს პასუხს არავინ ყველას ყოფა კი ვიცი მე არამერს ველაპარაკე ვიყავი არ მიყავთ ძაღლები არ მიყავთ გზაში ხოცავთ ძაღლებს არ მიყავთ ძაღლები არა ცრუ თავი გაბია ბიჭო ცრუ თავი გაბია გზაში ხოცავთ ძაღლებს გზაში თავშესაფარში არა ლოტკინიდან ძაღლი აყვანილი ყავთ თავშესაფარში არ არის შეყვანილი რაღაცებს ზღაპრებს ლაპარაკობთ ორხევში გადავსი ფონი ჭალაში გარკვეულ დასკვნას ალბათ გამოიტანდით ეხლა მინდა კიდე იმათ მივმართო რა ვქნათ მოსახლეობა რეკავს რაღაცა და აგრესია დაკბენად რაღაც ეს აქვს აღებული კიდე თავის სამართლებელ არგუმენტად საუბარია ძაღლებზე რომელზეც არასოდეს არავის დაურეკია ამ ძაღლზე ეხლა გუშინ რომელიც მიყავდა ბავშვი ადგება ბიჭო პირზე რომ მე დაგინახე რომ ძაღლი მიყავდაო არა ჩვენ ისა ვართ რა ქვია სამაშველო ბრიგადა ვართ ჩვენ ძაღლების დაჭერაზე არ დავდივართ იძახის და ვეკითხები რომ რა მისამართზე ხარ სამაშველო ბრიგადა თუ ხარ არ უნდა დადიოდეს შუაღამეზე ქუჩაში
უნდა იყო იქ ბაზაზე და თუ როცა გამოგიძახებენ, მაშინ უნდა გამოხვიდე. როცა საშველია ვინმე ან რამე, მაშინ უნდა გამოხვიდე. ცხოველი თუ საშველია და დაგირეკეს, რა ცხოველს შველა ჭირდება, აი მაშინ უნდა გამოხვიდე. რომელ მისამართზე ხარ გამოძახებული, ვერ მეუნება, თქვენ არ გეტყვით, ვერ გეტყვით. აი სულ ესეთი დემაგოგიური, ინტრიგნული ისა აქვს რა. მერე გამოიძახეს ვიღაც თავის უფროსი, იმან ხო ცალკე გვერდზე გამიყვანა და მებლატავა. და ლამის იყო რა ვიცი ჩაიცუცქა თუ რაქნა აზე არა ვარ და მერე ის იძახის მოვიდნენ ძაღლების მოყვარულები და პირდაპირ ეთერში გაუშვეს სტრიმი და ესაო ჩვენი ესო ეკიპაჟიო პატრულირებსო დადისო მთელი ღამეო ვერ გავიგე ხა სამაშველო ხარ თუ პატრულირებ თუ დაინახესო უბირკო ძაღლი წაიყვანენ აბარასიზამენ ანუ თავისივე ლაპარაკში ირევიან თავისივე ლაპარაკში იდღვიბებიან და ითქვიფებიან რას ბოდავენ თვითონ არიციან მე თავხედურად იქცევით მეთქი და რა ქვია აი შეურაცხყოფა არიქა პატრული პოლიცია მე ვთქვა რა შეურაცხყოფა თავხედურად იქცევის გამო უნდა პოლიციაში მიჩიო მაშინო მეც გეტყვიო შენ იქცევი ჩემი აზრით თავხედურად კი გაქვს პატივცემულო უფროსო აზრი რა ქვია უფლება რომ ჩემზე იფიქრო რომ მე თავხედურად ვიქცევი თუმცა შენგან განსხვავებით მე საჯარო პირი არა ვარ და თმენის ვალდებულება არ მაქვს აი ეს შეუგნებლები რო ყავთ სამსახურებში აყვანილი რომელიც განსხვავებას ვერ ხედავენ რომ მოქალაქემ შეიძლება შენ გითხრას რომ თავხედი ხარო და შენ მოქალაქეს იგივე არ უნდა უთხრა ამდენი შეგნება რო არა გაქვს და რო დაბლატაობენ აქ აი გუშინ მე ვნახე პირი მაგ დაღებული გაოგნებული ვარ საშიში ხალხია ეს არის საშიში ხალხი ესენი აი ესეთი საქციელი მე ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ეკიპაჟისგან კი არ ვიცი ერთი რამე უნდა ვთქვა კიდე ამათ საქციელ ამათ ვინმე აკონტროლებს საერთოდ პოლიციას აი პოლიციასაც კი აკონტროლებენ ხალხო გენერალური ინსპექცია არსებობს და აკონტროლებს პოლიციელების მიერ ჩადენილ გარკვეულ საქციელებს დანაშაულებს ამათმა რაც არ უნდა გააკეთონ აკონტროლებელი ზედამხედველი ორგანო არ ყავთ მოდი მაშინ 112-ს თუ მიაკუთვნეთ ეს მონიტორინგის სააგენტო ცხოველების ხო მოდი მაშინ და თუ გაუთანაბრეთ ფაქტობრივად პოლიციას მაშინ გენერალურმა ინსპექციამ ამათზეც იმუშაოს და ჩვენ შეგვეძლოს საჩივრების შეტანა შეუძლებელი შინაგანსაკ ჩამიტროს გენერალურ ინსპექციაში ეს რა დაქვემდებარებულები არიან მერიაზე ვერ მერიას გენერალურ ინსპექციას ვერ შეიტან ვერანაირ იმას რა ქვია ამათ მიმართ იმიტომ რომ პოლიცია არ არის და კამერებს და იმებს ვერ ნახავენ გენერალური ინსპექცია ამათი ზედამხედველი არ არის იმიტომ რომ პოლიცია და უბრალოდ 112-ზე აქვს მინიჭებული რაღაც თორე პოლიციის დანაყოფები ესენი არ არიან აი რაღაცა ცაში გამოკიდებული სტრუქტურაა რომელსაც ვერც უჩივი ვერც რაღაცა სისულელებს გეუნებიან გადავსვით ორხევში ძაღლი რატო გადასვი ლოტკინზე ძაღლი ავიყვანეთ დამიდასტურეს რომ ამ მასალებს ყველაფერს მე განახილე ეხლა უბრალოდ გუშინ ეს მოხდა წუხელ ეს მოხდა და კინაღამ მოვკვდი და ამიტომ ეხლა წერ ამ ვიდეოს სახელდახელოდ თორემ მე განახებთ ამ ყველაფერს მე ლოტკინზე მათი აყვანილია ძაღლი დაადასტურეს და რატო აიყვანეთ მეთქი და ეკიპაჟმა ადგილზე შეაფასა რა შეაფასა ვინმე რანდომ გელა რომელიც ზის ეკიპაჟში ცხოველთა მონიტორინგის უცებ შეუძლია რომ აი ეს ძაღლი არ მევასება და მოკიდოს ხელი ჩასვას და წაიყვანოს და სადღაც გადასვას ესეა საქმე აი ეს საშინელება ხალხო ეს რეებს მეუნებიან თვითონ მონიტორინგის სამსახური გაოგნებას მოდი ახლა მე შემდეგ კიდე და კიდე ჩავწერ ამ თემაზე ვიდეოს აუცილებლად ჩავწერ უამრავი სხვა თემა ხარ დამიწყოთ აქ ვიღაცა სხვა ისა მეტი საქმე არ აქვს ვისაც არ გაინტერესებს ეს თემა და ვისაც მიგაჩნიათ უნიშნელოდ გაიარეთ რა ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა და ქართულ ოცნებავ დაგღუპავთ ეს თემა დამიჯერეთ მამუკა მდინარაძე რა ქვია იმას ირაკლი კობახიძე მოგმართავთ პირადად ამ თემაში ვიღაცეები ძალიან არასწორად გაწვდიან ზევით ინფორმაციას რაღაც ვიცი უკვე როგორც იმართლებენ თავს და რა სისულელეებსაც გიყვებიან და ეგრე არ არის დაგვიჯერეთ დაგველაპარაკეთ თორე დაგღუპავთ აი ძაღლების თემა რო დაგღუპავთ ეს იქნება ყველაზე ტრაგიკომიკური და სამარცხვინო ხვალ ესე იგი კვირას 14 ივნის საღამოს 7-ის ნახევარზე სახელმწიფო კანცელარიასთან თავისუფლების მოედნის ზევით ელოდებით რა ყველას და ონიერ საქართველოს გისურვებთ. ეს კიდე ვიდეოს დაუტოვებ ქართულ ოცნებას. ესე იგი, აი პირდაპირ გეუნებით რა. პირდაპირ გეუნებით. აი დღეს აქ ამ საღამოს
ქართულმა ოცნებამ დაკარგა მინიმუმ 50 ამომრჩეველი. აი ამათი გულისთვის. მინიმუმ 50 ამომრჩეველი ქართულმა ოცნებამ დაკარგა, რო იცოდეთ ხალხო რა. ზუსტად გეუბნებით, მინიმუმ აი ამათმა მინიმუმ 50 ამომრჩეველი ამ წუთში ქართულ ოცნებას დააკარგინეს და კიდე აი ესე აგრძელებენ და კიდე დააკარგინებენ. აი სრული პასუხისმგებლობით ვამბობ რა. აი ამათი გულისთვის ამომრჩევლებს კარგავს ქართული ოცნება. შეაზიზღეს ხალხს თავი.